გამარჯობათ, მე ვარ პატარა ჟურნალისტი ლიზა სიბილი ინტეპე და საიდან ვართ? თურქეთიდან. წამოვიყვანეთ და დედიკოს წამოვიყვანეთ, ხო? სად არის ჩემი გოგო? აი, აბა სად არის? აი, აქ ვართ და ეხლა მოვედი და ისეთი კარგი მდინარე უნდა გაჩვენოთ, ისეთი კარგი მდინარე ჩუქჩუქეთ და საკმაოდ სერიოზული სიცივია. როგორც მითხრეს, ზაფხულში აქ საოცარი სიძრილია, ხო? ხო. იმიტომ ყველა ვინმე აქ მოდის, რომ სიძრილე არის. იქ თქვენთან თუ არა უფრო ცხელა. გიმღერის ნანასა ზღაპარს გიამბობს ჭადარი ცეწნა მალერსი თამავსო ეჭვებით ნავადარი საქართველო ლამაზო სხვა ცავარს გლოვებით იმთება ცარც არის ისადარი მომწმინდება გული გაბრელად მზადარი დიდება შენი დიდება სხვა საქართველოს სადარი მინდვრები ქართლის მინდვრები ქედები მხარგაშლილები მთაში ტყედანაფინდები ტყეში ხორბუდა ირმები ბარათშრიალებს ჭადარი მზესუმღერიან ჩიტები მხარეო მოსილო დიდებით სხვა საქართველოს ადარი ლურჯი ბალახი მხარავდი წერი გოგმანებს ბალახში თეთნულზე თოვლი მარადი ვენახზე მზე და ბადახში სხვა საქართველო ვინ ნახა სხვა საქართველოს ადარი რუს ვარსკვლავები ხმაურით აიმთებიან ცათანი კლდეს მოაწყვდება სხვაური მეშვიდეცაზე ატანებს კლდეებში ჯიხვი დაფრთხება გორში იტირებს ატამი ჩვენ მოგესალმებით თურქეთიდან ეს არის ქართული სოფლები სადაც ქართველი მოსახლეობა ცხოვრობს და დღეს მინდა გადაცნოთ ჩემი პატარა ჟურნალისტი ლიზა მოდი გააცანი ჩვენს მაყურებელს თავი ლიზა სიბილ ინტეპე პატარა ჟურნალისტი ანუ ლიზა ქვია ქართულად სიბილ თურქულად ხო? ხო, ალბათ ყველას გაგვიგონია ეს სახელი სიბილ და დღეს უნდა დაგათვალიერებიოთ სიბილი სადაც ცხოვრობს იმ რაიონში, სადაც არის ულამაზესი ჩანჩქერი, გვიმასპინძლა ქალაქის მერმა ძალიან კარგად და გვიამბო ძალიან ბევრი რამ და სხვათა შორის განსაკუთრებული ტურისტული ზონაა, ხო? ეს როგორც ვიცი და ეხლა ნავხნიშნეთ რომ იმდენად დიდი სილამაზეა რომ მერწმუნე და ადგილს ვერ ნახავ რომ მანქანა გააჩერო სკამი დადგა რაღაცა დაისვენა და მოკლედ გამიმართლა ალბათ რომ აი ესე მე სიბილთან ერთად აი ამ ლამაზ ადგილზე აღმოჩნდით ნახეთ რა სილამაზეა ხალხო ჩვენს გარშემო ნახეთ აი ნახეთ ყველა კუთხეში ხმებიც აი ხმა ეს არის ტყის ხმა ჩიტების ჭიკჭიკი ხო მდინარის ჩხრიალი ხო ყველაფერი მოკლედ დაელოდეთ ჩვენს გადაცემას მე და ლიზი თქვენთვის ვიმუშავებთ თურქეთიდან დროებით